კლინიკაში კვლევებზე იმყოფება აქტივისტი ნათია ჩიქოვანი, მასზე საქალაქოში მანდატური სამსახურის წარმომადგენლებმა იძალადეს. დღის ბოლომდე აპირებს პოლიციასაც მიმართოს. აქტივისტი საქალაქოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, გასასვლელში ძირს დააგდეს, ამბობს, რომ ძალადობა გაგრძელდა შენობის გარეთაც. გუშინ სასამართლოში იძალადეს სხვა აქტივისტებზეც, რომლებიც იქ მათე დევიძის პროცესზე დასასწრებად მივიდნენ. მანდატურის სამსახურის ინდისის პატიმრისადმი სოლიდარობის ნისლად შეკრებილებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მათ გააპროტესტეს საქმეზე გადაწყვეტილების დარბაზში გამოცხადება. მოთხოვნის მიუხედავად მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა, სადაც დასწრებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებდა. ქალები ისე ჩამოაგდეს და გადმოაგდეს იმიდან სკამებიდან, აი პირდაპირ ალბათ ყველაზე ალურჯებული აქვს ხელები, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, იმდენად ძალადობდნენ ამ ხალხსა, იყო საშინელი აურზაური, მე პირადად გაუჩერებლად ამ ადამიანებს ვეკითხებოდი, რის საფუძველზე, რომელი მუხლის საფუძველზე, რა მიზეზით გვაგდებთ ახლა გარეთ, როგორც მივხვდი, გვყრიდნენ გარეთ რა, აი მე რომ მივედი და ეს პროცესი დაიწყო. Absolutურად არაფერს არ ქონდა ამაზე პასუხი. ამის შემდეგ მე გავხდი ცუდად, იმიტომ რომ მე და კიდევ ორი გოგო გავხდით ცუდად, უბრალოდ ჭყლეტვისგან და ამოსუნთქვის ხასიათი რომ მოხდა ის ჩამოყალიბდა ესე რომ ვთქვა. კედელთან შემდეგ ნაწილი რომ გაყარეს, უკვე ჩვენ მოგდიტრიალდნენ, ამათრიეს და გამაწენეს ქედან, კარიდან და რომ გამოვედი უკვე აი იმაზე შემოსასვლელ გარეთ ვარ შემოსასვლელია ქვემოთ კიბეებია უკვე ვიღაც მე-3 მთელი ძალით მკრახელი და დამახეთქა ქვისი ეტაკზე მანდატური იყო კი რომ დავეხეთქე იმდენად შოქში ვიყავი ამ ძალადობისგან ეს ფალებიდან ცხრემლები მომდიოდა და ესე ქვემოდან უყურებდი პოლიციელებს რომ ეხლა არაფერს არ გააკეთებთ თქო აი ეხლა ხო დაინახეთ რა მოხდა არაფერს არ გააკეთებთ ხო არ განძრეულან